გამარჯობა, მოგესალმებით. Თავაზობთ კვირის გაშლას. მოდით ნახოთ, როგორ იქნება თქვენი ენერგიები მიმდინარე კვირს. იქნება სულ ორი ვარიანტი. ჩაიფიქრეთ, რომელი ვარიანტის მოსმენა გსურთ და დავიწყოთ. პირველი ვარიანტის შემთხვევაში თქვენ თითქოს მზად უნდა იყოთ სიახლეებისათვის, რომელიც დაკავშირებული იქნება ემოციებთან და შეგრძნებებთან. ეს არის პატარა სიახლე, რომელიც თქვენში შინაგან პროცესში დაიწყო და იქიდან უნდა აღმოცენდეს რაღაცა ახალი. ეს არის ძალიან ინტროვერტული, ემოციური სიახლის კარტი, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახის დონეზეა, მომწიფებელი ახალგაზრდა იდეა, რომელიც დაკავშირებულია ცვლილებებთან, ემოციებთან, ურთიერთობასთან. ეს ასევე შესაძლებელია იყოს სიახლე ბავშვთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როგორც წესი პეიჯები განახორციელებენ, განასახიერებენ ახალგაზრდა ადამიანებს, ბავშვებს, თინეიჯერებს, ასე რომ თქვენ შეიძლება გაიგოთ ცნობა ახალდაბადებული ბავშვის შესახებ, ანუ თქვენ ახლობელ ოჯახის წევრს ან მეგობარს შეიძლება შეეძინოს ბავშვი და ეს სიახლე გაიგოთ. ეს არის მოკლედ სიახლეები, რომელიც თქვენში მწიფდება, სიახლეებისადმი საობა. ეს არის ძალიან შინაგანი პროცესი, ინტროვერტული პროცესი, რომელიც თქვენში მიმდინარეობს. ეს არის ცვლილებები, ეს არის ენერგია, ოღონდ ძალიან ფაქის და ძალიან შინაგან დონეზე. ეს არის პოტენციალი, შესაძლებლობის პოტენციალი, კრეატიულობასთან დაკავშირებული, სიახლეებთან დაკავშირებული, სიახლეები, რომელიც თქვენ შინაგან პროცესებთან და ემოციებთან იქნება დაკავშირებული, ოღონდ მცირედი ჩანასახი აი ამ სიახლეებისა, რომელიც შესაძლებელია დაიწყოს უახლოეს მომავალში თქვენს გარშემო და თქვენში. ესეთი იყო პირველი ვარიანტი. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ვინ ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი. ძალიან სიმბოლური კარტია მოვიდა. ეს იმის ფონზე, რომ ახალი წლის დღეებია და ახალი წლის პერიოდია. ეს არის ნოსტალგიის კარტი, როდესაც თქვენ თითქოს რაღაცაზე წუხართ, რაღაცაზე ნერვიულობთ და რაღაცას მისტირით. ანუ სანერვიულო არაფერი არ გაქვთ რეალურად, უბრალოდ იხსენებთ თუ რა კარგი იყო სიტყვაზე ახალ წელს, როდესაც მეგობრებთან ერთად შეხვდით, რა კარგი იყო, როდესაც ოჯახის წევრებთან გაატარეთ ეს რამდენიმე დღე, რა კარგი იყო, როდესაც დასვენების საშუალება მოგეცათ, რაღაცა ახალს და კარგს იხსენებთ. არ აქვს მნიშვნელობა რას, ეს ინდივიდუალურია, რასაკურველია, მაგრამ რაღაცა კარგს მისტირით, რომელიც სულ ახლახან წარსულში დატოვეთ. და აქ რჩევა არის იმისა კარტის ტარო გაძლევთ ესეთ რჩევას, რომ აღარ ღირს ამაზე შეჩერება თუ რა იყო, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ძალიან ბევრი კარგი რამ გელით წინ და არა მხოლოდ წინ, ახლაც კი თუ მოიხედავთ, გაქვთ უამრავი შესაძლებლობა, მინიმუმ ერთი შესაძლებლობა, აი ღრუბლიდან გამოწვილი ხელი, რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ თქვენ გეძლევათ ახალი ემოციის შანსი, ახალი შეგრძნებების შანსი, ეს არის შანსი, რომელიც უნდა დაინახოთ პირველ რიგში იმისთვის, რომ გამოიყენოთ. ანუ კარგად უნდა მიმოიხედოთ, უნდა გაჩერდეთ, შეაჩეროთ ტირილი ნერვიულობა წარსულზე. აღარ არის სევდის დრო, აღარ არის ნოსტალგიის დრო, აღარ არის წარსულზე ფიქრის დრო, არამედ უნდა დაინახოთ ყველაფერი კარგი, რაც ხდება თქვენს გარშემო და მერწმუნეთ ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება თქვენს გარშემო. ანუ ეს არის after party-ის მდგომარეობა, როდესაც მეორე მესამე დღეს აი ამ ბურუსში ხართ ჯერ კიდე, იმ წინა ემოციებში ხართ, წინა აგონიებში ხართ და ამ დროს ძალიან კარგი იქნება და თქვენ ჩახურავთ იმ ისტორიას, იმ ამბავს, იმ კარგ ისტორიას წარსულში დატოვებთ და მომზადებით ახალი თავგადასავლისთვის, ახალი ემოციებით აივსებით, რომელიც გეძლევათ ცხოვრებაში. აი ესეთი ქონდა მეორე ვარიანტი. დიდი მადლობა. და დროებით გემშვიდობებით, საინტერესო კვირას გისურვებთ ორივე ვარიანტს.